Ეშტე განვაგრძობთ გამოშვებას ძალიან საინტერესო სიმბოლური თემით. ევროპის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ აქტუალობა და ესე ვთქვათ სიხარული არ ცხრება ქვეყანაში, არ ცხრება ეიფორიაც მათ შორის. აქედან გამომდინარე, მოკლედ ჩვენი გადაცემის თემებიც ძირითადად ამ შემთხვევაში რუბრიკების და მიხედვით თემატურად ეძღვნება რა თქმა უნდა ევროკავშირს და ევროპას. ზუსტად ევროკავშირის მიმართულებას კონკრეტულად კი ნიდერლანდებს დაეთმობა ჩვენი ერთ-ერთი საფლაგმანო რუბრიკა, რომელიც ლიდერ ქალთა ეგიდით ხორციელდება და რომლის წამყვანიც და თანაავტორიც ნათია შათირიშვილია. მივესალმები ნათიას, ძალიან დიდი მადლობა ნათია თქვენი დროისთვის, ფანტასტიკურად გამოიყურებით როგორც ყოველთვის და ყავთ ძალიან კარგი სტუმარი სხვათა შორის, რომელიც პირდაპირ ნიდერლანდებიდან ჩამოვიდა ჩვენთან და მოვიდა ბალიდრა ნიუსზე. ლალი ბუთბაიას მივესალმები, რომელიც არის ნიდერლანდების სამეფოში ქართულ ფონდ World of Diasporas დამფუძნებელი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ნათია, პირველ რიგში მადლობა იმისთვის, რომ თქვენი დღევანდელი რუბრიკის თემატიკაც ამ შემთხვევაში ევროპას ეთმობა, ევრომიმართულებას ეთმობა და შესაბამისად სტუმარიც დღევანდელი თქვენი რუბრიკის ძალიან სიმბოლურია და ძალიან სასიხარულოა კეთილი იყოს თქვენი ფეხი კიდევ ერთხელ ჩვენს სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა სანდრო, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ქალბატონი ყავს ჩვენ სტუმრად და ვფიქრობ აუცილებელიც იყო ამ ფონზე ქალბატონი კოლოდა სტუმრად მოგვეწვია, მან პატივი დააბდო და გვეწვია დღეს. ქალბატონი ლალი არის ლიდერ ქალთა ორგანიზაციის საპატიო წევრი ჰოლანდიიდან და ლიდერ ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი სამომავლო გეგმები. მადლობა ქალბატონ ლალი იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და გვეწვეთ დღეს ჩვენ და ალბათ ქალბატონ ლალის უამრავი წარმატება აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ორგანიზაცია, რომელსაც ის ჰოლანდიაში ხელმძღვანელობს და ალბათ არ ვიცი გაქვთ თუ არა ინფორმაცია, ქალბატონ ლალი არის ჰოლანდიაში მერიის თანამშრომელიც კი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ძნელად მისაღწევი ჰოლანდიაში და გინდა ნებისმიერ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში შეესწრო და საჯარო სექტორში დაიწყო მუშაობა. მერიაზე საუბრობთ, ხო? რომელი ქალაქის მერიაზე საუბრობთ? ამსტერდამის მერიაში. მოგესალმებით პირველის ყოვლისა, მადლობა დიდი მოწვევისთვის. ნათია მადლობა მოწვევისთვის და ამსტერდამის მერიაში ვიმუშავე 4 წელიწადი და ახლა გადმოვედი როტერდამის მერიაში და იქ მესამე წელიწადია უკვე. დიახ. ეს პარალელურად რაც ხდება და ფონდი შეიქმნა ჩემი ინიციატივით და ვარ დამფუძნებელი და ძალიან კარგი საქმე კეთდება, გაკეთდა და სამომავლო გეგმებიც არის. კი, აი ყურეთ, მე გვაინტერესებს ძალიან აი ფონდის სტრუქტურა. საბოლოო ჯამში, რომელიც დიასპორის ფონდის ეგიდით არის დენომინირებული ჰოლანდიაში და შესაბამისად აი რა არის ფონდის რეგლამენტი, რა არის წესდება და რა მიმართულებით საქმიანობს აი საფონდო სტრუქტურა, რომელიც თქვენ შექმნით. აქვე დავამატებ, სანდრო, ფონდი არსებობს უკვე რამდენიმე წელია და იმდენად მნიშვნელოვანი საქმეები აქვს ნაკეთები და მათ შორის აფხაზეთთან დაკავშირებით, რომ მე გაოცებული დავრჩი და ბედნიერი ვარ, რომ ქალბატონი ლალი დღეს ჩვენი სტუმარია და ალბათ თქვენ უკეთესად ჩართული საქმეებს. რაც ძირითადი მიზანია, ანუ მე ვარ წარმოშობით აფხაზეთიდან დაბადებული, გაზრდილი აფხაზეთში. მე უკვე 24 წლის განმავლობაში ვცხოვრობ ნიდერლანდების სამეფოში, ვისწავლე რა თქმა უნდა დავამთავრე იქ და ანუ იურიდიული განხრით მიმართულებით და ჩემი ფონდი შევქმენი იმიტომ რომ მინდოდა ჩვენი წვლილი შეგვეტანა აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებში და რა თქმა უნდა დადებითად ასახულიყო ეს ყველაფერი ამ მწარე რეალობას. ხო და ამისთვის ამ პარალელურად კიდევ რაც ხდება ეს რა თქმა უნდა პირველი ჩემი სამსახური იყო რურმონდის მერიაში მრჩევლად დავიწყე მუშაობა და იქ დამიკავშირდნენ ლიდერ ქალთა ორგანიზაცია იქ დამიკავშირდა და მთხოვეს გაწევრიანება და ეხლა ალბათ მაყურებელი დასვავს შეკითხვას ანუ რატო ეხლა აქ და საქართველოში იმიტომ რომ ეს თემა არის ეხლა ძალზედ მნიშვნელოვანი და აქტუალური რატომ ეს ქალბატონ ნათიას მოწვევით, ანუ 2 დღის განმავლობაში ვნახე, შევძელი რომ მენახა
რა ხდება აქ თქვენ საზოგადოებაში, თქვენ ორგანიზაციაში და ძალიან მოიხიბლე მინდა გითხრათ და ეს არის ჩემთვის ანუ мотиваცია იმისთვის რომ რაღაც ერთობლივი შედგეს. ანგარიშის წლიური ანგარიშის წარდგენაც იყო და ქალბატონი ლანდა შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება ეს სპონტანურად სპონტანურად, იმიტომ რომ მომეწონა, იმიტომ რომ რაღაც მივხვდი რომ საუბრებიდან მივხვდი თქვენი საუბრიდან, რა თქმა უნდა მე ძირითადად გისმენდით თქვენ და თქვენი ორგანიზაციის წევრებს და მივხვდი იმას, რომ ბევრი საერთო გვაქვს და საერთო მიზნების განხორციელება შეიძლება ევროკავშირის მიმართულებით, ანუ იქითკენ მზერით. და რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი დიდი ხანია ევროპის ქვეყნები, ასე ვთქვათ, ზრუნავენ იმაზე, რომ ქალთა და ბავშვთა უფლებები იყოს დაცული. ეს მთელი ეტაპობრივად ხდებოდა და წლების განმავლობაში და რაც მნიშვნელოვანია ამ დროში ეს არის ის რომ ჩვენ დრო არ უნდა დავკარგოთ იმაში რაც უკვე არის ცნობილი რაც უკვე ის ეტაპები რომლებიც გავლილია ის ეტაპები ჩვენ ხელახლა კი არ უნდა გავიაროთ ჩვენ იმას ვამბობ რომ საქართველოს იმიტომ მე ვარ გრძნობ ჩემ თავს პასუხისმგებლად როგორც ერთი ქვეყნის წინაშე ასევე მეორე ქვეყნის იმიტომ რომ მე გითხარით რომ ორივე ქვეყნის მოქალაქე ბრძანდები და იქაც გამაჩნია ჩემი ვალდებულებები და როგორც აქ საქართველოში და იქ უფრო ვარ ჩართული ამ ყველაფერში ვიდრე საქართველოში და ეხლა მინდა სურვილია ჩემი რომ მე აი თქვენთან ერთად იმიტომ რომ ეს ძალიან რაღაცნაირად კარგი დადებითი ინფორმაცია მოვიდა ჩემამდე რომ მე ვიცი დარწმუნებული ვარ იმაში რომ ჩვენ ბევრი კარგი ნაბიჯების გადადგმას შევძლებთ ანუ ამ შემთხვევაში ნიდერლანდების სამეფოში და არა მარტო ნიდერლანდების სამეფოში იმიტომ რომ იქვე ახლოს ბელგია არის და რა თქმა უნდა უამრავი კონტაქტი უამრავი დიასპორის წარმომადგენლობა და ძალიან მრავალფეროვანი წარმომადგენლობა გვყავს და ნიჭიერი უნიჭიერესები რომლებიც ცდილობენ ამ ქართული კარგი საქმის წარმოჩენას ევროპაში და ჩვენ რო გავერთიანდეთ, ამაში ცუდი არაფერი არ არის, პირიქით მივესალმებით ყველანი და რა თქმა უნდა ჩასვლისას უკაცრავად, ჩასვლისას აუცილებლად ყველას მოუყვები იმას, რაც დავინახე მე აქ. და რისი გაკეთება შეგვეძლება ერთად. მადლობა ნდობისთვის. როდესაც ფიგურა ქალბატონი ძვირფასი გიჭერთ მხარს ჰოლანდიიდან, ნიდერლანდების სამეფოდან, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის მარტივი თემა. ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის და თანამშრომლობის სურვილის გამოხატვისთვის. მე რამდენადაც ვიცი, თქვენ არაერთი პროექტი, რასაც მე გავეცანი და წლების მანძილზე თვალყურს ვადევნებდი, არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი გაქვთ განხორციელებული, ხო? თუ ეს არის კულტურული მიმართულებით, კონცერტების გამართვა, თუ ეს არის ყველაზე ასევე საპასუხისმგებლო თემა, თარგმნეთ წიგნი, ხო? მე არ მითარგმნია, მეგობარმა თარგმნა, მაგრამ მე შუა თქვენი ორგანიზაციის ეგიდით დიახ, რამოდენიმე წიგნი არის გამოსული, უკაცრავად შეგაწყვეტინებთ, ეხლა ძალიან მინდა რომ ბევრი რამ მოუყვე, მაგრამ იყო, რა თქმა უნდა, თარგმნილი აფხაზური პოეზიის ანთოლოგია იყო გამოცემული რამოდენიმე წლის წინ, ანუ რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერით იყო გამოცემული და ეხლა გამოიცა ახალი ესეთი პროექტი არის ორი რომანი ერთი ყდის ქვეშ და საუბარია ქართველ და არ დავასახელებ ეხლა იმიტომ რომ არ შემითანხმებია ეს ყველაფერი ავტორებთან მაგრამ ძალიან ცნობილი ავტორები არიან სულ მალე იქნება ამის კიდევ რა თქმა უნდა პრეზენტაცია ოფიციალური მაგრამ ორი ძალიან ძვირფასი ადამიანი, ერთი აფხაზი პოეტი და მეორე ჩვენი ქართველი პოეტი, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის მწერალი უკაცრავად. მწერლები, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ჩვენი ურთიერთობები დანგრეული ხიდი გამთლიანდეს. შეგეკითხები ქალბატონ ლალი, როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილება, თქვენი ქვეყნის გამოცდილება თავს მივცემულებას და თქვენს ვიტყვი, რადგანაც თქვენ უკვე ორ მოქალაქეობა გაქვთ. ჰოლანდიის ქვეყნის გამოცდილება და საქართველოს მოცემული სიტუაცია მდგომარეობა
ქალბატონებთან, ანუ უფლება შეზღუდულ ქალბატონებთან, ბავშვებთან, ანუ აი ამ ცოტა სენსიტიური თემაა, მაგრამ ანუ რამდენად შეგიძლიათ აი დაახლოებით თქვენი ქვეყნის მაგალითი გვაჩვენოთ, ანუ წარმოგვიდგინოთ ქალბატონები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი არიან, აი ამ ბავშვები როგორც ქალბატონები და ეგ ამოსწურული თემა არ არის ევროპაში მინდა გითხრა და ამაზე მუშაობა მიდის სერიოზული მუშაობა და ისე არ არის რომ ისე არ უყურებ მე ამ თემას რომ საქართველოს ჩამორჩებით ამაში ამ მუშაობაში არა ევროპაშიც მიდის ამაზე მუშაობა მაგრამ რაც მნიშვნელოვანი არის ის რომ ერთობლივი ანუ თანამშრომლობით შეიძლება უფრო სწრაფად უფრო სასურველ მიზნებს მივაღწიოთ სასურველ შედეგებს მივაღწიოთ როგორც იქ ასევე აქ და ერთმანეთის დიახ შემაჯამებელ შეხვედრაზე ბრძანდებოდით ლიდერთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული, რომელიც ჩატარდა და როგორ ფიქრობთ, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ნახეთ საკმაოდ ვრცლად გამოგვივიდა ჩვენ ეს შეხვედრა, ანგარიშის წარდგენა და როგორ წარმოგიდგენიათ რამდენად შესაძლებელი იქნება ჩვენ თუნდაც ჰოლანდიის მაგალითზე გადმოვიტანოთ და საქართველოში განვახორციელოთ გადავდგეთ ის ნაბიჯები, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქალბატონებისთვის თუ სოციალურად დაუცველი პირებისთვის ჩვენ გვესმის კარგად რომ სახელმწიფო ამაზე ზრუნავს, მაგრამ ჩვენი ნაკისი ვალდებულებები გვაქვს, პასუხისმგებლობები გვაქვს, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. ანუ აი როგორ გეგმავთ ლიდერთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იმ ფონზე რა და მადლობა შეკითხვისთვის, ძალიან კარგი შეკითხვა არის. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ვიცოდეთ აქ რა ხდება, რა გვინდა, ვის ვჭირდებით და დრო რო არ დავხარჯოთ, ისეთი დრო არის ეხლა, რომ ყოველი წამი მნიშვნელოვანია, როგორც ესე ევროპაში, მით უმეტეს ბიზნეს ქალებს არ აქვს იმდენი დრო, მაგრამ ამ თემას დიდი დრო უნდა დაეთმოს და საჭირო დრო უნდა დაუთმოთ ამას ყველაფერს. მნიშვნელოვანი რისი გაკეთება შეიძლება, ერთობლივი პროექტების გაკეთება, პრეზენტაციების საწყისით რო დავიწყოთ და ჯერ ერთი და უნდა გავიცნოთ ერთმანეთი არა გავიცნობთ იმიტომ რომ ეს პირველი ნაბიჯია როცა ორი დღის წინ მე თქვენთან ვიჯექი იმაში ჩვენ გავიცანებთ იმიტომ მომეწონა რა თქვენ ძალიან სწორი შეკითხვები დამისვით სხვათა შორის მეც ზუსტად იგივე შეკითხვებს დაგისვამებთ თქვენ და ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ანუ ორგანიზაციებს შორის აი ესეთი თანამშრომლობაც შეიძლება მხოლოდ შედგეს იმის შემდეგ თუ უპირველეს ყოვლისა დავჯდებით და გავიცნობთ ერთმანეთს პირველი გავიცნობთ ჩვენ რა მიზნით გვინდა ჩვენ ერთმანეთის გაცნობა, გადავიკვეთოთ, გავაკეთოთ და რა შეგვიძლია, რითი შეგვიძლია ერთმანეთის შევავსოთ, გავაძლიეროთ და გადავდგეთ ნაბიჯები წინ. ჩვენი გამოცდილება გაუზიაროთ მათ და თქვენ ასე პირიქით თუ ასე ხდება ყველაფერი. ქალბატონალი ერთ კითხვასაც დაგისვამ და აღარ შეგაწუხებთ. აი აფხაზეთის თემებთან დაკავშირებით არ შეიძლება რომ არ რამდენიმე სიტყვით არ გითხრათ, ანუ რაღაცნაირად გულში ჩამჩა იმ დღეს შეხვედრის შემდეგ, ანუ აი ამ ეტაპზე რა როგორ წამოსწიეთ თემა წინ როგორ დაძარით ეს საკითხები ეს მოვისმინე. აი ამ ეტაპზე რა მდგომარეობა გაქვთ სად ხართ შეჩერებულები? ეს სახალხო დიპლომატიის საშუალებით მხოლოდ და ამ ყველაფერში პოლიტიკის ჩარევა ცოტა რთულია. მეც არ მაქვს განათლება ვამბობ ყოველთვის ხოლმე რომ განათლებით ვარ პირველი განათლებით ექიმი მეორე განათლება ევროპაში მივიღე ჰოლანდიაში ვარ იურისტი არ მაქვს ეს პოლიტიკის ის არ მაქვს მართვის არ მაქვს გამოცდილება არ მაქვს თუმცა თქვენი კეთილი მართვალი შეგაქვთ ამ საქმეში როგორც ჩვეულებრივ ადამიანს რომელიც თან ეს კეთება ყველაფერი რაც კეთდება უანგაროდ ანუ ფონდზე კი ვსაუბრობთ მაგრამ არავის არ ეგონოს რომ ფონდიდან სხვა ორგანიზაციებიდან შემოდის თანხები ამას მინდა ხაზი გაუსვა იმიტომ რომ
ეს ფონდი ფინანსდება ჩემი ხელფასით. მართლა? დიახ, და საქმე ხო თუ მოითხოვს მაგას, ანუ გონი ამიტომ გამოვნახეთ ჩვენ ესე კარგად საერთო ენა რომ არც ლიდერ ქალთა საზოგადოებას კომერციული ინტერესი არა. კომერციული ინტერესი არ ჩემს არ აქვს და არ შეიძლება რომ კონდეს, იმიტომ რომ ზუსტად ისეთი ორგანიზაცია დაფუძნდა იქ, რომ რა თქმა უნდა მყავს უამრავი ადამიანი, რომელიც მეხმარება ამაში. ერთადერთი არის ჩემი მეგობარი და წლების მეგობარი გიორგი ბერიძე, რომელიც აქ ცხოვრობს, მაგრამ შემილია თავისუფლად ვახსენო როგორც ფონდის თანადამფუძნებელი. ახლა ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ის ჩაწერილია ორგანიზაციაში თუ არა, იმიტომ რომ მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გოგას ყველა იცნობს და ძალიან საყვარელი ადამიანია, მეგობრები ვართ და არა მარტო ხო ოჯახებით და ასე შემდეგ, მაგრამ საქმის ადამიანი არის. მეგობრობა პარალელურად, ანუ რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საიმედო და მნიშვნელოვანი ეს არის, რომ ანუ მე როგორც მოგახსენებ, ცხოვრობ 24 წელიწადია ევროპაში, ჰოლანდიაში და აქ აქაური სპეციფიკა ჩემთვის უცხოარი. იმ მხრივ, რომ ბევრ რაღაცაში იქ შეიძლება იმ წამსვე გავცე პასუხი შეკითხვაზე და აქ რაც ხდება, ეს აუცილებლად მჭირდება კარგი მრჩეველი, ასე რომ დავარქვათ და კარგი მრჩევლის მნიშვნელობა ლიდერს ყოველთვის საუკეთესო მრჩეველი ყავთ, შემიძლია მითხრათ? მრჩეველი მეგობარი და რა თქმა უნდა პარტნიორი საქმეში და ყველანაირად და კი არ შემიძლია არ დავასახელო ჩემი შვილი და რა თქმა უნდა ქალბატონი იზოლდა კვიციანი, რომელიც ჩვენ ერთად მეგობრობთ, არის შემიძლია დავასახელო ალბათ ხო რესტორანის სოხუმის ფლობელი ქალაქ ჰააგაში და ანუ ძალიან ესე ძალიან საინტერესო ადამიანები მყავს ჰააგაში რესტორანის სოხუმი ხო ფიქრობ ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი და მოგწადით აუცილებლად და ეხლა კიდე გაიხსნება ახალი რესტორანი, ეს ჩემი შვილი ხსნის იქვე ჰააგაში და ნუ რა თქმა უნდა ძალიან მოხარული ვარ რომ სახელს არ დავასახელებ ჯერჯერობით სანამ არ გაიხსნება, მაგრამ ქართული ასოებით დააწერა რომ ეს არის ქართული რესტორანი არ არის, ანუ არის ფრანგული სამზარეულო, ესეთი კონცეფტი არის ფრანგული და ქართული, მაგრამ ბავშვები იქ არიან გაზრდილები. და მაგრამ აი ჩემთან შეუთანხმებლად ისე გააკეთა რომ დედიკო მინდოდაო მაინცო ქართული ასოებით დამეწერაო და იციო რატომო? ქართული ასოებით რო აწერია ჰოლანდიაშიო, ყველა გამომვლელიო კითხულობსო ეს საიდან არისო? რა დამრწერლობაზე არის საუბარი და მე კითხულობენ, ანუ ბევრ რაღაცას იგებენ მაგის გამო და მე შემელიაო რომ ბევრი რაღაცა მოუყვეო. და მეც მიხარია. და ყველანაირად თქვენ ასევე მომსახურებას უწევთ, ანუ აბსოლუტურად უანგაროდ დაიხმარებით ქართველებს ჰოლანდიაში თავიანთ იურიდიული საკითხების მოწესრიგებაში. ეს მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თემა და მნიშვნელოვანია. ეს ისეთი თემაა, რომ ემიგრანტებიც მე არ ვსაუბრობ საჯაროდ, იმიტომ რომ ეს აქ არის საუბარი ინდივიდუალურ შემთხვევებზე და ამ თემებზე დაუშვათ იურიდიული პრობლემები, ესეთი პრობლემა არის, რომ ყველას უნდა რომ ეს შეფუთული იყოს და გარეთ არ გავიდეს, მხოლოდ და მხოლოდ განდობენ შენ და ეს ყველაფერი ხდება უანგაროდ. ეს მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ვისაც მე ვჭირდები ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში, ის მე მპოულობს და იციან რომ იმ შემთხვევაში დავუშვათ პოლიციასთან თუ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თუ არის პრობლემები შეუძლიათ დამიკავშირდნენ, მე ნუ რაღაც პრობლემების მოგვარებაში დავეხმარო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში აქტიურად არის ჩართული და საკონსულო ეხმარება კონსული და მე მინდა მაგათ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ ვიცი რაც ხდება, ვიცი როგორ ეხმარებოდნენ, არ მინდა გამომრჩეს და არ თქვა ის პერიოდი არ გავიხსენო, კოვიდის პერიოდი ყველას გვახსოვს რაღაცნაირად ყველანი ისე ვიყავით რომ არ ვიცოდით რა ხდებოდა. გვიჭირდა იმის გაგება რომ ანუ ეს ხდება ჩვენს თავს ხო და ყველას სჭირდებოდა დახმარება, მაგრამ არ ვიცოდით რა მიმართულებით დავხმარებოდით ერთმანეთს. ჩვენ დავდექით ყველანი ერთად, არ მინდა რომ არ ვახსენო ჩვენი დიასპორა, რომელიც არის მრავალფეროვანი, ძალიან ნიჭიერი და ყველა რო ცდილობს თავისი წვლილი შეტანას ამ ქართული საქმის წარმოჩენაში ნიდერლანდების სამეფოში.
აი სასწაულები არიან, იმდენად მეამაყება, რომ დრო ალბათ არ მეყოფა, რომ ვისაუბრო ჩვენ დიასპორაზე ნიდერლანდების სამეფოში და სხვათა შორის ბელგიაშიც. ძალიან კარგები არიან, კარგ საქმეს აკეთებენ და მე მიხარია რომ მაგათ გვერდით ვარ. ეხლა თეატრების თემას რო არ შევეხო, არ შემილია, იმიტომ რომ ისეთი კარგი გოგოები არიან, ვინც დააფუძნა ქართული სამოყვარულო თეატრი ათინათი. ძალიან კარგები არიან და აი ამ იურიდიულ საკითხებთან, ამ სამედიცინო საკითხებთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს განტვირთვა, რა თქმა უნდა, ან ქართული კულტურის წარმოჩენა. კი, გამიჯნო არ შეიძლება. ძალიან მნიშვნელოვანია დამიჯერეთ და არა უარყოფითი მხარები დაინახოს ნიდერლანდებმა, ანუ ნიდერლანდების წარმომადგენელმა ქართველში, არამედ ის კარგი უნდა დაინახოს. და ამის თან რამდენი აქვთ ნათია და ბაიკო ახვლედიანების სასწაულები არიან, იმიტომ რომ შექმნეს ძალიან დიდი გუნდი, ძალიან დიდი თეატრი, სამოყვარულო თეატრია, მაგრამ იმდენად არის, იმდენად ვითარდება, რომ ანუ სხვადასხვა ქვეყნებში გადადიან და სპექტაკლები იმართება, ეხლა იყო ბოლო სამანიშვილის დედინაცვალი წარდგენილი, ჩვენი რეჟისორი, დიახ, მოწვეული რეჟისორი ბატონი პატრი წერედიანი იყო ამის დამდგმელი და ბევრი იმის თქმა მინდა რომ პრობლემებთან ერთად ამ პარალელურ რეჟიმში ხდება დადებითი ჩვენი კულტურის წარმოჩენა, ჩვენი კულინარიის წარმოჩენა. აბსოლუტურად, რა შეიძლება რო არ დავასახელო. კი ბატონო. მოგლით, აი ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. ნათია, კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას საინტერესო რუბრიკის ორგანიზებისთვის და აი ესეთი სტუმრის მოწვევისთვის გადაცემაში. ისურვებთ წარმატებებს, რა თქმა უნდა, ჩვენ 2024 წლამდე კიდევ შევხვდებით აუცილებლად ერთმანეთს. ბოლო მომავალ წელს დარწმუნებული ვარ, ეს რუბრიკა კიდევ და კიდევ უფრო დამატებით სიმძლავრეებს შეიძენს. ისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი დროისთვის.